გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. შინაბერა ქალები პაერგის. ამერვიულობ ჩემი და ნახე რა გოგოები მოდიან. რომელი? რა რომელი ორივე ბიჭო? კაი რა არ მჯერა რომ ეგეთები არიან. გონია რომ ფილტრი აქვს გაკეთებულია. რატო გონია ბიჭო? რა მარიამი არ გახსოვს? კაი დაუშვათ გქონდეთ, მაგრამ მაქსიმუმ 3 წელი დააკლოს ახლა რა. კაი ვნახოთ. აუ როდის მოვლენ? ეს იმის ხარია. დალევა მინდა მაგრად. დეიდა. Привет, ბიჭებო. სანთელი არ გვინდა რა. მე არ მინდა სხვა. ბოდიში ჩვენ საათლებს არ ვყიდით. არ ვყიდით. არც ვარდები არ გვინდა ქალბატონო. გოგონებს ელოდებით და. ხოდა ჩვენ ვართ ის გოგონები. მოიცა. თათა და თეო თქვენ ხართ? კი. Facebook-ზე ვართ თათა და თეო და სინამდვილეში ვართ თინა და თებროლე. ან თებროლე და თინა. ან თინა და თებროლე. არა, თებროლე და თინა. ესა შენი 3 წელი? მე მგონი მოვეწონე. აი შემა მაქსიმუმ 4 წელი შემეშალა, 4-10 წლეული. მოდი დავბრძანდით. არ შეწუხდეთ. კაი, მე აქ დავჭდები. თქვენით დაჭდებით? კი. ამეთქი კი. ბიჭო, ამასთან დაწულა როგორ შეიძლება? ბიჭო, ჩემთვის სულ ერთია ბავშვობაში ბებიასთან მეძინა და. კაი, ესა. რას დალევ? ნოშპას. რას? მიხუმრა. მიხუმრა. რასტორი მყავას დავლით თუ შაქროს? როგორ ყავს? რასტორი. უშაქროს რასტორი მიტო შაქარმა რო არ აგვიწიოს, ხო? უნალეკო? ხო, რასტორი მიგივე უნალეკო. გასაგებია. შაქარი მავნებელია, ჯანმრთელობას არ თქვენ ურთხილდებით ჯანმრთელობას ეგრესია. აჰა, გასაგებია. ქალები, ისა, გოგონებო, იცით რა, ცოტა უხერხული შეკითხვა მაქვს, მაგრამ აი ფოტოებში ძალიან ლამაზად გამოიყურებოდით და რამდენი წლისები ხართ? რამდენს მამჩემდი? რამდენს? 65 წელი. შეშალა. მე ვარ 61-იანი. და თქვენ რამდენი წლის ხართ? მე 99-იანი ვარ. ანუ წინა საუკუნის ხარ. ეგრე გამოდის რო. მე უფრო პატარები მეკონი. მე მგონი სირცხვილია, უნდა წავიდეთ აქ. სად უნდა წავიდეთ, გოგო? 99 წლიანი ვარ, ანუ ეს რა დაიბადა, მაშინ მე მოქალაქეობათა კავშირიდან წამოვედი და მრეწველობასთან გადავედი. მაგრამ აი მე არ არის სირს ვეთისული, მაგ როდის ჩაუგორდები ლოგინში. აი რა ვიძახი ეკეთოსდელობას. გარყნილი ფსიქიკა გაჩვენდი გოგო. გოგო მომისმინე ხლა ისეთ პატარებთან რომ რაღაცა ურთიერთობას გაგნოთ. სინდისი რაღაცნაირად არ ქენჯნის? აი ესენი ჩამაგორებინა გოგო ლოგინში ნაკენჯნოს. კარგი რამდენი ქენჯუნა? ისე სხვათა შორის ხმამაღლა საუბრობდით. კარგი სხოდა? არა, არაფერი. კიდე კაი. იცით რა, ჩემთვის პირველი შეხვედრა ცოტა სენსიტიური თემაა რა, პირველი პაემანი ძალიან მნიშვნელოვანია. როცა პირველად შეხედავ მანდილოსანს და ღიმოს რო დაინახავ, თვალებში რო ჩახედავ. ეს ურთიერთობები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი საიდანაც უბერავს რა, სკვაზნიაკია სადმე. დახურეთ ბიჭი. თუ შეიძლება. გამარჯობა გოგოებო, როგორი ლამაზები და მშვენიერები და რაც თავარი ახალგაზრდულები. აი მე დიდი ბიჭებო, ქალები რომ უწონდეთ, ჩემი სახით დიდი კონკურენტი გეყოლებოდა.
მაგრამ იცი თქვენ ნამდვილი მამაკაცი ხართ რაღაცნაირად. მადლობა გაიხარდა, რა შეუკვეთავთ? ანუ რა შემოგთავაზებთ? შემიძლია შემოგთავაზოთ საფირმო კერძები, გვაქვს ქათამი ბაჟეში და წიწილი ნიორწყალში. წიწილი იყოს, მიყვარს წიცილის ხორცი. მე გვინო მინდა, ხო? ჯერ გვინო მომიტანოთ, ხო? ბოთლი თუ შეიძლება. წიცილა მიყვარს, მარისი ხო? რა ვიცი. თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ, ანუ რა საქმიანობთ, რა შვებით, საერთოდ. იცით ეს საქმიანობას ვერ გეტყვით რა საქმიანობთ, მაგრამ შეგვიძლია გითხრათ თვიური ჩვენი შემოსავალი რამდენი არის? და რამდენი არის? 300 ლარი. ჩემიც. უი, და 300 ლარი ყოფნით? კი, წამლებში და რაღაც წვრილმანებში კი. ძალიან მოიმატა ფასება ზოგადად ყველაფერი. ისე ესეთი ლამაზები რო ხართ, მარტო ხელები რატო ხართ? აი, ბიჭო, რაღაცნაირად სინამდვილეში მე მყავდა ძალიან ბევრი პაკლონიკი. ხო, გახსოვს? რობიზონი. შემოყვარდი. და ეს პაკლონიკები კი მყავდა, მაგრამ თავარი არის სიყვარული რა. ჟეშტის ხამი ხო არ ვარ ეხა რომ ვოლგას დავხამებოდი. ხო. რას დახამებოდი? ვოლგას. დინარეს? დინარეც არის ხო? გასაგებია. და ის ღამის ცხოვრება და კლუბები გევასებათ? Of course. მაგარს ვატრებთ ხოლმე ხოლმე. თქვენ როგორი მამაკაცები მოგწოთ? აი როგორიცი, კირკ დუგლასის ნერი მამაკაცები ძალიან მომწონს, მაგალითად მეც. ეგ რომელია? მაიკ დუგლასის მამა, სპარტაკში რო არის ეგ. სპარტაკში რო თამაშობს. ფეხბურთელია? არა, ფეხბურთელი. არა, კეტრინ ზეტა-ჯონსის მამა მთელია, ვიცი? ეგ არის? მეთქი რომე. გაიხარე. კაი, ჩამფილობა და ბედნიერება. თქვენც ასევე, ღმერთმა დაგმოცეთ. მართლა მიხდი ვიცი? არა, მაგრამ რო გამეგზელებია ფარნავაზამდე მივიდოდი ჩიჩენა. აი? მოგებოდო ვაიჭიანოთ. ეს საჩუქრად გამოგიგზავნე ეს. აი, მე კარგით რობი. მე რატომ წუხდებოდი? თქვენ მართლაც რომ ნამდვილი მამაკაცი ხართ? მართლა მეუბნები თუ მე გადავები. არა, არ გეკაიფები, მართლა მამაკაცური ხარ. ვაიმე რა სამობთ ეს ერთადერთ ხელ მითხრეს ჩემს ცხოვრებაში, როცა დავიბადე დედის კერძზე რო ვიწექი მაშინ მას შემდეგ არავის არ უთქვა. მართლა მამაკაცი ხარ. ერთი ბოთლი დავიმატე ჯიგარო. და საყვარელი, რაღაცა გაყნილობებს უფიქრე. ხო არ ჯობია რომ მაგალითად ცხენია ნომრები რო გავცვალო. ნომრები უნდა გავცვალოთ კი. შენ გაუცვალე. ჩაიწერეთ. 1 წუთით. 5-9-3. 1 წუთით. დავით 1 წუთით აქ სახელი დავით. 1 წუთით. როგორ თქვით? 5-9-3-34-60. 1 წუთით. 5 9-3. 31-72. აუ ცოტა ნება. 21. ეს როდის გიპასუხებს? 60. მოდი დავწერე. ხო. ვაიმე მადლობა დიდი. შენახულია ესე. აი, ავტომატურად შეინახა ხო? აი სამ. მოდი რა, 1 წუთი რო გავიგეთ შეიძლება ჩვენ და მოვალთ. ხო, მოვალთ. რა პრობლემა? აღარ დიდი ხანი არ გახვიდეთ. ხო. შეიძლება მოვიწყინო. არ მოიწყინოთ ჩვენ მალე მოვალთ. ზოგი ბიჭო რესტორანში სად დავდიეთ ეს? შენ მართლა აპირები ხამათ ერთ სახში ამიყვანო? რა გინდა ბიჭო, შენიერი ქალები არიან, დალია ნახე თუ. შენიერი ქალები არიან, ბიჭო, არ გსვენია. ბიჭო, თუ რამე გამოვა, თუ არა ფურცს მაინც ვეთამაშები. ისე ელცინი არ იყო ცუდი პრეზიდენტი. ხო, არისო მართლა გორბაჩოვი უნდა წასულიყო. თითო. კი. აღარ იყო უკვე. არა. რაზე საუბრობთ გოგოებო? ჩვენი ახალგაზრდობა რაღაცები გავიხსენეთ. ვა. კერო რა ეს რა, ესა ქსოვა, ხო? ქსოვა.
გინდა ქუდი მოგიგზაო. დედია ჩემი სულ მაგას მეუნა კი? კი, მოგიგზო. მე არ მომიგზო? შენ ამან მოგიგზო. ანა მიხდი. ჩემი ყოფილა. მაგრამ ვიხოდები. შენ მოგიგზოს. ხოინა კიდე მინდა. აი ბიჭო, აქ მე მართლა მოგინდება ეს. სხვათა შორის ახლა მარიაჟობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ორი აგარაკი მაქვს მთაში, ორი ზღვაზე, ორი თბილისში და ორი სოფელში რა. აუ, კაი. ავიდეთ ნებისმიერში, სადაც გაგიხარდებათ. აუ, რას ამბობ, მე ზუსტად. მართლა? კი, ორი შუნტირება მაქვს გაკეთებული. ორი ოპერაცია ნაღველზე, ორი თირკველზე და ორი კუჭზე. კიდე ხო არაფერი. არა, გეკმავთ. ხო. წავიდეთ და მართლა მაგრა გავაკეთოთ. ვიძახიოს. ეხა ხო ისე კარგად გზნობ თავს. კი, ძალიან. რა ვიცი. მაშინ თუ კიდე ვიცეკოთ. რა? ხوار ვიცეკოთ. ვიცე. რახან ჯამთელები არიან. ესე უცე. აი, ახლა ცეკვარს. არა, ჩემი დაჟინებული თხოვნა, ეხა რომ ვიცეკოთ. აი, ახლა ჩვენ უარი არ მითხრა. ჩვენ რომ ვიცით ის დადგმ. ხო, მე მზად ვარ. მე მზად ვარ. ოღონდ, ოფიციანტ ის რა ქვია? დიახ, გისმენთ. რო გახვალ მუსიკა ჩაგვირთე და თან ანგარიში მოგვიტანა. რომელი ტერმინალით გადაიხდით? ლიბერტი. პატიჟეს. თქვენ დაიწყებთ? კი. გასაგებია. შესავალია? ბიჭო, ცოტა. კატიშა, მუსიკა გატი. მუსიკა და. ვახ, ბიჭო, რა ბიჭო, მეგონი ყდებიან. ხელოვნური სუნთქვა ხო ჩავუტარე? რა ხელოვნური სუნთქვა? სულ გააფრინე, შენ წამო ჩვენ არ დაგვაბრალო, შენ. და ასე დავტოვო ჩეჩენ. ო, რა უყო. ვიკეტებით გოგოებო, კარგად იხევით, იმიერში შევხვდებით, გაიგეთ. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.